მედიის უფლებებზე მომუშავე 23 საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმები, გააუქმოს რეპრესიული კანონები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი. ისინი ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა შეაჩერონ რეპრესიები. ძლიერი რეაგირების გარეშე საქართველოს შესაძლოა დაკარგოს დამოუკიდებელი ახალი ამბების ბოლო დარჩენილი წყაროები მომავალ თვეებში, რაც სერიოზული დარტყმა იქნება რეგიონში დემოკრატიისთვის, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. როდესაც მმართველი პარტია ქართული ოცნება ავტორიტარული მმართველობის გამტკიცების მცდელობებს აძლიერებს, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის და გადარჩენის ზღვარზეა. ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ექვემდებარებიან დაკავებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვითმნებურ ჯარიმებს, ცენზურას, ასევე ფინანსურ და ინსტიტუციურ რეპრესიებს. განცხადებაში ასევე საუბარია ქართული ოცნების მიერ მიღებულ რამდენიმე რეპრესიულ საკანონმდებლო აქტზე, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ფარას კანონზე, ასევე ცვლილებებზე გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში. გარდა ამისა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი ხსნის ეგრეთ წოდებული ფარას ასლის შესაძლო გავლენას ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე და აანალიზებს იმ საფრთხეს, რაც აღნიშნული კანონის ამოქმედებას მოჰყვება. შედეგად მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელები საფრთხის წინაშე დგანან. მათ წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს. თუკი სახელმწიფო განაცხადებს, რომ ისინი უცხოელი პრინციპალების სახელით მოქმედებენ. მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მოეთხოვებათ საქართველოს მთავრობის ან მთავრობის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირის ორგანოს თანხმობა საქართველოს ფარგლებს გარედან რაიმე გრანტის მიღებამდე. მოსალოდნელია, რომ კანონის დარღვევად შეფასდება ისიც, თუკი საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტებს უფასო ტრენინგს ჩაუტარებს. დამოუკიდებელ მედიას საქართველოში შესაძლოა სულ რამდენიმე თვე რჩებოდეს იძულებით დახურვამდე, რაც საზოგადოებას დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას წაართმევს. განცხადებაში საუბარია გამოცემების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და რედაქტორის მზია ამაღლობელის დაკავებაზე, ჟურნალისტებისთვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე, ფიზიკურ ძალადობაზე, ტელეკომპანიების, ქართული ოცნების საჩივრებზე, ფორმულას და TV პირველის წინააღმდეგ და საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებზე. განცხადებაში წერია, რომ ბოლო თვეებში პროდასავლური საპროტესტო აქციების გაშუქებისას გზის გადაკეტვისთვის 5,000 ლარიანი ჯარიმა დაიკისრა 28 ჟურნალისტს, მათგან ზოგს რამდენჯერმე. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას საქართველოში გადარჩენის შანსი აღარ ექნება, თუ არ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და მუდმივი ზეწოლა როგორც მმართველი პარტიის, ისე იმ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებზე, რომლებიც მედიის გაჩუმებაზე არიან პასუხისმგებელნი.